პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1988 წლიდან აღინიშნება. შიდსთან ბრძოლის დღეს თბილისში რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა კონფერენცია ქორთიართ მერიოდში, ახალგაზრდების შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებში და აქციები ქალაქის ქუჩებში. ღონისძიებებზე შიდსის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში შიდსით დაავადებების ზრდის ტენდენციებსა და მკურნალობის ბრძებზე ისაუბრეს. 2012 წლის ბოლოს საქართველოში HIV ინფიცირების 3600 შემთხვევა არეგისტრირებული. უზარმაზარი წითელი ლენტის ფორმის სანთელი დღეს თავისუფლების მოედანზე შიდსით დაავადებულთა სოლიდარობის ნიშნად დაინთო. დავუყანოთ ნულამდე. შიდსთან ბრძოლის ამ დევიზის მისაღწევად დასახულ გეგმებზე დღეს შიდსის ცენტრის დაავადების პრევენციის სამუშაო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება იმსჯელეს. შიდსთან ბრძოლის კამპანიაში ჩართული ადამიანები ირწმუნებიან, რომ დევიზის შესრულება შესაძლებელია. ამისთვის გლობალური პროექტების ცენტრმა ბოლო 3 წლის განმავლობაში 17 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს არსადგენი აქვს თებერვლისთვის, შემდეგი 3 წლის დასაფინანსებელი გეგმა და ამ გეგმის დამტკიცებაზე და მის პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული შემდგომი 3 წლის დაფინანსება. შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირება დაავადების დაძლევის ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს დაეხმარება ადამიანებს დაძლიონ სტიგმა და შიდსით დაავადებულ ადამიანებთან ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც საზოგადოების დანარჩენ წევრებთან. ევროკავშირი ამისთვის ყველაფერს აკეთებს. 2012 წელს საქართველოში შიდსის ვირუსი 3600 შემთხვევა დარეგისტრირდა. ექსპერტთა პროგნოზით დაავადებულთა რიცხვი 5000 აღწევს. ინფიცირებულთა თითქმის ნახევარს დიაგნოზი დაავადების შორს წასულ სტადიაზე დაესვა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლინა ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებასთან დააბრუნებს. სწორედ ამიტომ მოქალაქეებს იმ მარტივი ტესტების ჩატარებას ურჩევენ, რომელთაც 15-20 წუთში ირკვევა, არის თუ არა ადამიანი შიდსით დაავადებული. ეს გახლავთ სადიაგნოსტიკო საშუალება, ეს არის იმუნოკომბი, ესე ეწოდება ამ ტესტს, რომელიც გვაძლევს ანალიზის პასუხს რამდენიმე წუთში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს გამოკვლევები გახლავთ უფასო. ეს მოხდება მაგალითად ხორცულ ქალებში უფასოდ კონსულტაციის დროს და თუ აღმოჩნდება მაშინ ვერტიკალური ტრანსმისია ბავშვი გამორიცხულიანი წაბლების მიღება იწყებს ადრევე. HIV ინფიცირებულთა 54% ნარკოტიკების მომხმარებელია. იზრდება ინფიცირებულ ორსულ ქალთა რაოდენობაც. ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ძალიან ჭიდროდ არის დაკავშირებული ამ პრობლემატიკასთან. ბუნებრივია, რაც უფრო ქვეყნის ნარკოპოლიტიკა იქნება მკაცრი, მით უფრო ეს ადამიანები გადავდნენ მიწისქვეშეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაავადება არ არის ისე გავრცელებული, როგორც სხვა ქვეყნებში, მაინც დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შიდსთან ბრძოლას. არსებობს ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის საშიშროება, რადგან მეზობელი ქვეყნები შიდსის გავრცელების მხრივ საკმაოდ მაღალი რისკ ფაქტორების მქონე სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან. შიდსის ცენტრში გამოკვლევები დაავადებაზე ანონიმურად ტარდება. უფასოა სპეციალისტების კონსულტაციებიც.